მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენ საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს. დღეს იმდენ საკითხზე იყო მსჯელობა, რომ მე მგონია, რომ დეტალურად მეც ბევრს ვერაფერს დავამატებთ და ერთი რამ შეგვიძლია ძალიან გულწრფელად ვთქვათ, რომ თუკი ჩვენ გვინდა მოვისმინოთ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა, ჩვენ ეს დღეს მოვისმინეთ საქმეზე ორიენტირებულად და არა ვთქვათ რაღაცა პიარზე გათვლილი, ეს ყველაზე რბილად რო ვთქვათ, რაღაცაც სხვა მხრიდან ხშირად ვხედავდით ხოლმე, ჩვენ დღეს საქმეზე გველაპარაკებოდა ქვეყნის ლიდერი. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საქართველო გვინდა ჩვენ, რომ მას მხარი დაუჭიროთ იმ იდეების განხორციელებაში, რასაც დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან პარლამენტის და საზოგადოების წინაშე ვსწავლებდა, პირველ რიგში უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა, ნებისმიერ ქართველს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ვკითხოთ, როგორი საქართველოს აშენება გვინდა ჩვენ და როგორია ჩვენი ქართული ოცნება. რამდენიმე წლის წინ რომელიმე ჩვენგანს რომ ეთქვა, რომ საქართველოს შეიძლება გახდეს ევროპული ღირებულებების დისტრიბუტორი ევროპაში. ალბათ საშინლად დავიცინებოდით, მაგრამ დღეს აბსოლუტურად რეალური გახდა საბედნიეროდ და სამწუხაროდ. საბედნიეროდ, იმიტომ რომ ჩვენ ამისი თქმის საფუძველი გვაქვს და ჩვენ ეს შეგვიძლია. იმიტომ რომ ჩვენთვის ევროპა და ევროპულობა არის ქრისტიანული ღირებულებების, ოჯახის და მშობლების, სარწმუნოების პატივისცემა, სამშობლოს გაცდა, საკუთარი ქვეყნის და ხალხის პატივისცემა. და ამისი დისტრიბუცია სამწუხაროდ, იმიტომ რომ საჭირო გახდა ამისი დისტრიბუცია ევროპაში, რადგან ევროპელმა ლიდერებმა დღეს ისევ იმ სიტყვას გავიმეორებ, სამწუხაროდ მთლიანად გამოფიტეს ევროპა ევროპულობისგან. ამიტომ ჩვენ გვიწევს ისეთი სიტყვების, ფრაზების, წინადადებების თქმა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ ევროპელებს, ევროპას ვუთხრათ, რომ დღევანდელი ბიუროკრატიის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ ემსახურება ევროპულ ღირებულებებს და ზოგადად არ ემსახურება ადამიანურ ღირებულებებს და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა და ადამიანები, ვინც განვახორციელებთ ამ ღირებულებებზე სწორ ორიენტაციას. ვინც დაბეჯითებით ვიტყვით, რომ მაგალითად, როგორც ჩვენ კონსტიტუციაში 2017 წელს მაშინაც ირაკლი ყობახიძის ხელმძღვანელობით ჩავწერეთ, რომ ქორწინება, მაგალითად, ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. და ბევრი მსგავსი საკითხი, რომელზეც არ გავჩერდები, რაც ასე შვენის ევროპას და ევროპულობას. იმიტომაც, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ წარსულის, მშობლების, ოჯახის პატივისცემაზე, წლების განმავლობაში ათეულობით მილიონობით დოლარით თუ ევროთი ფინანსდებოდა ამის საწინააღმდეგო არაერთი კამპანია, ამიტომაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წარსულის პატივისცემაზე დაფუძნებული ზრუნვა მომავალზე არის იმის გარანტია, რომ მომავალმა თაობებმა პატივისცენ საკუთარ წარსულს და ღირსეული მომავალი უზრუნველყო. თუ ჩვენ არ ვცემთ ჩვენს მშობლებს, ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ტრადიციებს პატივს, ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი თაობების ღირსეულ მომავალს და ეს შვილებიც სხვანაირად, სწორად ამ ღირებულებებზე ვერ გაიზრდებიან. და როდესაც კითხვა ისმება, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ქართულ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ ხედვებს და დეტალებში ჩადის აბსოლუტური გონიერებით და სიზუსტით. ამ დროს ვის წარმოადგენთ თქვენ? ჩვენ წარმოადგენთ ქართველ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და არც ერთი ჩვენგანი არავის სხვას. და თუ კი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის გარდა ქართველი ხალხისა და ვინ არის ეს გუნდი და ვინ ვართ ჩვენ. ვინ არის ჯერ ქართული ოცნება? ქართული ოცნება არის აი ეს გუნდი 41,000-ზე მეტი
წევრი ამ გუნდისა, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე უღალატოდ მოაღწიეს და ასე თამამად შეუძლიათ ლაპარაკი. და რა არის ჩვენი ქართული ოცნება? როდესაც ისევ გავიმეორებ, ირაკლი კობახიძის იმ სიტყვებს უსმენთ, რომელიც ორიენტირებულია დემოგრაფიაზე, კორუფციის აღმოფხრაზე და ასე შემდეგ მსგავს ეროვნულ საკითხებზე. რა პრიორიტეტები გვაქვს? ამ კითხვაზე პასუხამდე რომ მივიდე, რამდენიმე საკითხს ძალიან მოკლედ შევეხები და შემდეგ ძალიან კონკრეტულ პასუხს გავცემ ჩემივე დასმულ ამ კითხვას. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ ასევე თამამად მიღწეულ შედეგებზე, სულ რამდენიმე ფაქტობრივი მოცემულობა. პირველი, ჩვენ დღეს თუ კი ეკონომიკაზეა საუბარი, ჩვენ დღეს პირველ ადგილზე ვართ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ამაზეც რომ გველაპარაკა ჩვენ 5-6 წლის წინაც კი რომ ჩვენ ვიქნებით პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდით, ალბათ ესეც ჯერ ერთი გასაბედი ამბავი იყო, რთული საპროგნოზო იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. და ალბათ ამასაც მარტივად არ შეხვდებოდნენ და რა მოყვებოდა, რა კაკაფონია მათი მხრიდან, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის, ვინც ასე გვაკრიტიკებს, მათ შორის განსაკუთრებით უცხოელების დავალებით. მეორე, ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობით. მხოლოდ პირველ ადგილზე საუბრობ, პირველ 10-ში რაღაც მონაცემებით რო ვართ, იმას საერთოდ არ ვეხები ამ შემთხვევაში. და ერთიც უნდა ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და გვაქვს ჯანსაღი და აბსოლუტურად რეალისტური ამბიცია, რომ აქაც ვიყოთ მსოფლიოში მოწინავეები. იმიტომ რომ ჩვენ ამისი შედეგები გარკვეულწილად უკვე დავდეთ და ყველა საჯარო მოხელეს და ყველა ადამიანს, რომელსაც აქეთ თვალი და ხელი გაურბის, უნდა ვუთხრათ აუცილებლად, რომ არაფერმა შეიძლება ომზე არ ვსაუბრობ, ომმა და ასეთმა მავნებლობებმა, რასაც მოგვიწოდებდნენ გარედან და რასაც აკეთებენ ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპონენტები, ამათ ოპონენტები არ ქვია, მათ ქვიათ აგენტურა უცხოელების ხელდასმული, ამის იქით მხოლოდ შეიძლება კორუფციამ დააზიანოს ყველაზე მეტად ეკონომიკაც და მატერიალურ კეთილდღეობად ჩვენი საზოგადოების და ნებისმიერი ადამიანის ოჯახისა და მისი წევრის. სხვას არაფერს იმ პირველ ჩამონაცვლის გარდა არ შეუძლია დააზიანოს ეკონომიკა და ჩვენი შვილების მომავალი. რა თქმა უნდა, მე ამ შემთხვევაში ნარკომანიაზე არ ვსაუბრობ, ეს არის ცალკე პრიორიტეტულად საბრძოლელი მიმართულება, რასაც ასევე დიდი სიამოვნებით უერთდები, როდესაც პრემიერი ამ ინიციატივებს ახმოვანებს ხოლმე და თქვენი სახელითაც ხშირად უჭერ ხარჯს და ეს ბუნებრივია, საერთო განწყობის გამოძახილია, მაგრამ კორუფცია არის ერთ-ერთი გადასაჭრელი, ბოლომდე აღმოსაფრელი საკითხი. და სხვათა შორის ერთი რამ გადახოვა მაპატიეთ, ამ ბოლო დროს მათ შორის აგენტურული ტელევიზიების მხრიდან შეიმჩნევა ახალი ტენდენცია. როგორც ჩანს, როგორც კი ფული მოაკლდათ გარედან დაფინანსებული, იმ წუთასვე გადავიდნენ ასეთ საინფორმაციო პოლიტიკაზე. განსაკუთრებით კორუფციაში ბრაზდებენ ბოლო დროს 100-დან 99 შემთხვევაში 100-ზე არ ვიტყვი, შეგნებულად და ვერ ვიტყვი, ცემად ობიექტური ცნობა ვიყო, იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. მე ასე შეიძლება მართალი იყოს და იქაც ინტერპრეტირებული გაბერილი ან არაგაბერილი ასეთებიც ყოფილა, 100-დან ერთს უკაცრავად ჯარგონისთვის გაარტყავენ ხოლმე, მაგრამ რეალურად გვაქვს მოცემულობა, როდესაც ისინი ბედავენ შანტაჟსაც კი კონკრეტული პატიოსანი მოხელეების, მათ შორის ბიზნესების, რომ ისინი თუ არ დაალაგდებიან ჭყალებში, მათივე ენით ვთქვათ, ამ საინფორმაციო საშუალებებთან ისინი მოახდენენ მათ დისკრედიტაციას და ვიღაცები შეშინებულები ულაგდებიან ასევე ჭყალებში კიდეს და ყველას მოუწოდე ბიზნესის წარმომადგენლებს თუ ჩვენს კოლეგას აქ თქვენ არ გეხებათ არავის ამი არ იფიქროთ, გადატანით, ნახევრად გადატანით მნიშვნელობით, ყველას მოუწოდებ, რომ ნუ დაექვემდებარება ნუ რავი შანტაჟს, მართალ და სუფთა ადამიანს არაფრის უნდა ეშინოდეს, რაც არ უნდა დააბრალონ პატიოსან მოხელეს თუ პოლიტიკოს, ვერაფერს დააკლებენ, იმიტომ რომ სიმართლე არის ერთი. და ამ სიმართლის გატანა გაცილებით მარტივია. ეს შემთხვევით არ მithქვამს და ბევრს ძალიან ცუდად მოხდებოდა ყურში და გულზე. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია,
დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში დამოუკიდებლობის ხარისხით დემოკრატიის პირობებში. დამოუკიდებლობის ხარისხით დემოკრატიის პირობებში რთულია იყო ლიდერი გარკვეული მოსაზრებების გამო, მაგრამ ჩვენ ამას ვახერხებთ, ჩვენ ვართ სამართლიანები და დემოკრატიის პირობებში დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მივაღწიეთ, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სხვა ყველაფერ დანარჩენ სიკეთეს, რაზეც საუბრობთ. და დაუბრუნდები ჩემს კითხვას, აქედან გამომდინარე, რაც მე ახლა მეორე ნაწილში ვილაპარაკე, რა არის ჩვენი ქართული ოცნება და რისკენ მივდივართ. პირველი ეს არის ქვეყნის გაერთიანებისკენ მშვიდობიანი და გააზრებული სხვა შერიგებით. ეს არის ასევე ეკონომიკის შეუქცევადი ზრდა და ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეული მოქალაქისათვის. ეს არის ეროვნული ღირსების და იდენტობის გადარჩენა. ეს არის სამართლიანობა. ეს არის გრძელვადიანი მშვიდობა. ეს არის დემოგრაფიული პროგრესი, რაზეც ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ და მათ შორის ბატონმა ირაკლიმაც. ეს არის ამაყი, ძლიერი და ანგარიშგასაწევი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. მსოფლიოში ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს მშენებლობა და ეს არის, რა თქმა უნდა, ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი საზოგადოება. აი ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც აუცილებლად ავიხდით. ძალიან დიდი მადლობა.